საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ორგანიზებით დღეს 17 ივლისს კონფერენცია გაიმართა თბილისი მერიოტში თემაზე პროფესიული განათლების განვითარება, პროფესიული განათლების სტრატეგია და ხარისხის გაუმჯობესება. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ სანიკიძემ, მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ გახსნეს. გამოდის უყურებლის საზოგადოებაში რეკომენდაცია კომენტარებში შეშვება. საინტერესოა ეს სწავლების ახალი მეთოდი, მოდულარული მეთოდი, რომელიც მინდა რომ საერთაშორისო ორგანიზაცია დიდი ხანია თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან პროფესიული განათლების განვითარების კუთხით. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარა პრესკონფერენცია, რომელზეც განვიხილეთ პროფესიული განათლების ახალი სტრატეგია და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა, ასევე განათლების ხარისხის განვითარება. ეს არის სტრატეგია, რომელზედაც ბოლო პერიოდები, ბოლო თვეები მუშაობთ ჩვენს კოლეგებთან, უცხოურ ექსპერტებთან, დონორ ორგანიზაციებთან ერთად. დღეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მასპინძლობს იმ კონფერენციას, სადაც პირველად და ესე ფართო მასშტაბით უკვე გამოგვაქვს და გავშლით იმ სტრატეგიას, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ პროფესიული განათლების ასე ვთქვათ ნაწილში. ძალიან კარგი სტანდარტები და პროგრამები მზადდება ამ კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ძალიან მოკლე ვადაში შევთავაზებთ ჩვენ როგორც სახელმწიფო ისე კერძო კოლეჯებს ამ პროდუქტს. აქ ვისაუბრებთ ასევე იმ ახალი დაფინანსების მეთოდებზე და მოდელზე, რომელიც ეხება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ კოლეჯებს და ვისაუბრებთ კიდევ და განვიხილავთ და იქნება დისკუსიაც ყველა იმ სიახლეზე, რომელიც არის ნაწილი ამ ახალი რეფორმის.